თბილისში საქართველოს ჩემპიონატი დისციპლინა მოტომჯიმხანას მესამე დასკვნითი ეტაპი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო სამი საკლასო კატეგორია: სკუტერები, კატეგორია მოყვარული და კატეგორია აბსოლუტი. შეჯიბრის მოყვარულთა კლასში მონაწილეობდა ერთადერთი ქალი მრბოლელი, რომელმაც ვერ შეძლო საპრიზო ადგილის მოპოვება, მაგრამ საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის და სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის გადაწყვეტილებით მოხდა ანი ადუაშვილის დაჯილდოება, რათა მეტად წახალისებულ იქნას ქალთა აქტიურობა საქართველოს მოტოსამყაროში. საერთოდ არ ველოდი რომ მოიგებდი, საერთოდ საყურებლად მოვედი და ბიჭებო მითხეს გამოდიცადეო და დავასრულე პირველი ადგილით. ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარება, იმედია შემდეგში კიდევ უფრო მეტი ესეთი აქტივობები ჩატარდება. სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის და მოტოსპორტის ფედერაციის თანამშრომლობა მასშტაბები დღით ღირსდება. რამოდენიმე წლიანი თანამშრომლობის შედეგია, რომ როგორც მოყვარულებს, ასევე პროფესიონალ სპორტსმენებს ეძლევა საშუალება სპეციალურ დახურულ სივრცეში აიმაღლონ ოსტატობა, უფრო მასშტაბურ შეჯიბრებებში მიიღონ მონაწილეობა და ბუნებრივია ფონდი ყოველთვის ყველა იმ სპორტის სახეობის მიმართ, რომლის მიმართ ინტერესი იზრდება საზოგადოებისგან, ბუნებრივია ხელი შეუწყოს მის განვითარებას. წლევანდელმა წელმა ჩაიარა, არ ვიცი, სიგიჟეებით სავსე წელი იყო. უდიდესი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა გულშემატკივარს, ყველა მონაწილეს, ყველა მაყურებელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ზოგადად მოტოსპორტის განვითარებაში საქართველოში თითო აგურს დებს.